საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდა, ბიუროს ხდომას კი ორშაბათს წარადგინება. განათლების კომიტეტმა გუშინდელ ხდომაზე ცვლილებების ინიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა. საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ნანა მაჭავარიანს და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი ქართული ენა გაუქმდა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევით საგნების ჩამონათვალშია. როგორც გუშინ კომიტეტზე გახდა ცნობილი, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხორციელდება. ჩვენი რეზიდენტობისთვის იმ ცნობილ ტრიადაში, რომელიც ილია ჭავჭავაძე თქვა, ბუნებრივია ენას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა და ყველა ჩვენი მტერი, მათ შორის ქვეყნის შიდა მტრებით, სწორედ ენას ებრძოდნენ იმისთვის, რომ იდენტობა მოესპოთ ქართველების, არაკლებდა ბრძოლას ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, როდესაც იყვნენ, იმისთვის, რომ დიახ, სწორედ ჩვენი დედა ენისთვის შეეტიათ, ამიტომ მოხდა ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლების აკრძალვა. დღეს ბრუნდება ქართული ენა ბაკალავრიატის დონეზე. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს როგორც სწავლების კუთხით, ასევე მეცნიერული თვალსაზრისით ჩვენი ენის შესწავლის საკითხები საქართველოში.